ბრალდების მხარემ დაასრულა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა, როგორც წინასწარმების შემდეგ, დასრულების შემდეგ გავაკეთეთ განცხადება ბრალდების მხარის წარმოდგენილმა ვერც ერთმა მტკიცებულებამ, რომლის გამოკვლევაც მოხდა სასამართლოში, ფიზიკურად ვერ დაადასტურა ზვიად ცეცხლაძის ბრალეულობა, ვერც ერთი ასეთი მტკიცებულების გამოკვლევის დროს ვერ გამოიკვეთა საერთოდ ორგანიზებული ჯგუფის არსებობა და შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სასამართლოს უკვე ნათელი სურათი უნდა ჰქონდეს სამართლებრივად, რომ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები გონიურულ ეჭვმიღმა სტანდარტით. დღეს სასამართლო დაიწყებს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას, შევთანხმდით კოლეგები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზვიად ცეცხლაძის დაცვის მხარე დავიწყებთ დღეს მოწმეების გამოკითხვას. დღეს დაიბარა დაცვის მხარემ ორი მოწმე, რომელი მოწმეებიც ისაუბრებენ ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით, ასევე ზვიად ცეცხლაძის დაკავებისას, როდესაც ის შეაჩერეს და დააკავა პოლიციამ, როგორ განვითარდა მოვლენები და ეს ორი მოწმე ისაუბრებს იმ დარღვევებზე, რომელი დარღვევებიც აშკარად იკვეთება როგორც ზვიად ცეცხლაძის დაკავების, ასევე ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის შრეკის მიმდინარეობისას. გამოიკვეთა ის, რომ ბრალდების მოწმეებმა პირდაპირ გვითხრეს ის, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ნაწილში კატეგორიულად კი არა, ვარაუდის დონეზეც არ შეუძლიათ თქვენ, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ფეერვერკის გასროლა, რომელიც ზედავებიან, იყო ამ პოლიციელის მიმართულებით, ან შენობა ნაგებობის მიმართულებით მაინც. ეტაპობრივად დაცვის მხარის მოწმეები დადასტურდება ის, რომ რეალურად წარდგენილ ბრალდება რაც არის უბრალოდ გამოგონილი, მოვლენ მოწმეების სასამართლო პროცესზე და დაადასტურებენ იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ მთელი 8 თვის განმავლობაში თუნდაც მედიას საშუალებებს შეუნებოდით, თუნდაც სასამართლო დარბაზში ვაჟღერებთ.